ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა საინტერესო ადამიანთა პორტრეტები, რომელიც ორშაბათობით საღამოს 8 ნახევარზე შეგიძლიათ ნახოთ ტელეკომპანია ქართულის ეთერში. ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ. ჩვენი ტელეკომპანიის მაყურებელთათვის ძალიან კარგად ცნობილი ქალბატონი. გადაცემა საჩინოს ავტორი და წამყვანი ქალბატონი ნაზი სარჩველაძე. პროფესიონალი მუსიკოსი, მევიოლინე, უკვე მრავალწლიანი ტელეჟურნალისტური გამოცდილების პროფესიონალი და რაც ჩემთვის ყველაზე ძალიან მომხიბვლელი გახლავთ, ის რომ ქალბატონი ნაზი არის მსოფლიო სამუსიკო ხელოვნებაში ძალიან აღიარებული, გამორჩეული და განსაკუთრებული ვოკალური ჟანრის, რომანსების დიდი დამფასებელი, დიდი თაყვანისმცემელი და რაც ყველაზე საინტერესო გახლავთ, რომანსების თავად შემსრულებელიც. მე დიდი სიამაყითა და სიამოვნებით მივესალმები ახლა ქალბატონ ნაზის. ჩემო ძვირფასო ქალბატონო. უპირველეს ყოვლისა მინდა ძალიან დიდი მადლობა დაგაგიხადოთ, რომ ჩემ სივრცეში ხართ დღეს სტუმრად. ანუ თქვენივე ტელეკომპანიაში დღეს ხართ სტუმარი. ქალბატონ ნაზი, ვიდრე თქვენთან ახლა საუბარს დავიწყებდე, მინდა დავიწყო მადლიერებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა აი ასე საქვეყნოდ ქალბატონ ნაზის გამოუცხადო იმ შესანიშნავი გადაცემისთვის, რომელიც მას აი ჩვენს ტელესივრცეში მიყავს და ამავდროულად ძალიან დიდი მადლობა მინდა გამოუცხადო იმისათვის, რომ სულ ცოტა ხნის წინ ქალბატონ ნაზის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში ჰქონდა საკუთარი შემოქმედებითი საღამო, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელოვნებო სივრცეში ძალიან დაუმსახურებლად ჩრდილში მიყენებული, ასე რომ ვთქვათ, შესანიშნავი ვოკალური ჟანრი, რასაც ქვია რომანსი, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს ჟანრი ცოცხალია და ამ ჟანრზე უნდა გაიზარდოს თაობები. და მე ორმაგად მიხარია ისიც, რომ ქალბატონმა ნაზიმ თავის საკუთარ რომანსების საღამოზე ჩემი ერთ-ერთი რომანსი, უნიჭიერესი პოეტის ზურიკო გორგილაძის ლექსზე, ჩემი დაწერილი რომანსი პირველად ააჟღერა დიდი აუდიტორიის წინაშე და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნაზი. მე გიხდით მადლობას, რომ მომიწვიეთ თქვენს დიდებულ გადაცემაში და ვარ ამაყი, რომ მე ვარ თქვენი გუნდის წევრი და ამ ტელევიზიის წეში მიმყავს ჩემი საავტორო გადაცემა საჩინო. ეს ჩემთვის უძვირფასესი თემა გახლავთ და სწორედ სულხან საბაორბელიანის სიტყვის კონიდან მაქსის სახელი ამოვიღე და უკვე დაახლოებით 8 წელია, რაც მე ამ რუბრიკით გავდივარ და საერთოდ 13 წელია, რაც მე მოღვაწეობ სხვადასხვა ტელევიზიებში და ვარ ბედნიერი იმისა, რომ იმდენი კარგი პიროვნებები შემხვდა ჩემი 13 წლიანი მოღვაწეობისა ტელესივრცეში, რომ მიმაჩნია, რომ იცით რა, ზოგჯერ იყვია, რომ სადვიძებო ვთქვათ, ასეთი პიროვნებებიო, არის ასეთი, არიან ძალიან ბევრი ხალხი, ზოგიერთი თბილისში, ზოგიერთი რაიონებში, მე განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევ რაიონებში, მეც ბრძანდებიან, აი მიმოფანტული მარგალიტები და ისინი მოდიან ჩემთან და თქვენ დიდი მადლობა, რომ მე მომეცით დღეს საშუალება, რომ ვისაუბრო ჩემს შესახებ. თქვენს მოღვაწეობელია თქვა, რომ ეს მე ვარ, მაგრამ ნუ ალბათ საჭიროც არის. მე შეგიწყობთ იმაში ხელს, რომ შენი საუბრში მე ვიცი თქვენი დამოკიდებულებები ამ ყველაფრის მიმართ და სწორედ აი ამას ვაფასებ ქალბატონ ნაზი, რომ თქვენ აი ასეთი პიროვნება ბრძანდებით. მე მინდა ჩემს მაყურებელს თქვენი თავი დღეს
ნუ ყოველ შემთხვევაში შევეცადო რომ თქვენი თავი სხვადასხვა რაკურსით გავაცნო. მე თქვენი პროფესიები ჩამოვთვალე აქ, თუმცა სრულყოფილად მაინც არა. ამიტომ მე დაგეხმარებით იმაში, რომ თქვენ ისაუბროთ იმ მოღვაწეობის ირგვლივ, იმ უამრავი პროექტის ირგვლივ, იმ დიდი დამსახურებების ირგვლივ, რომელიც თქვენ გიკეთებიათ თქვენი შემოქმედებითი საქმიანობიდან დაწყებული დღემდე. ქალბატონას უპირველეს ყოვლისა მე არ შემიძლია რომ თქვენთან საუბარი არ დავიწყო იმ წიაღიდან საიდანაც თქვენ მოდიხართ, იმიტომ რომ მე აღვნიშნე წეღან და კიდე გავიმეორებ რომ თქვენ ისეთი ქალბატონი ბრძანდებით, თქვენი შემოქმედებით და თქვენი მოღვაწეობით და თქვენი პერსონით მე გიცნობ თქვენ უკვე საკმარისად, ეს შემთხვევითი არ არის. თქვენ ალბათ გქონდათ შესატყვისი გარემო, რომ თქვენ ასეთ ქალბატონად ჩამოყალიბებულიყავით. იქნებ თქვენს ოჯახზე გითხრათ თუნდაც რამდენიმე სიტყვა. მე დაიბადე ქალაქ ბათუმში, ძალიან კარგ ოჯახში. დედამ ყავდა ძალიან განათლებული ქალბატონი, სოფლიო ლიტერატურა ჰქონდა გადაკითხული და მან დაგიტოვა მე და ჩემს ათგარცვენებულ ძმას ნოდარ საჯველაძის პატარა რვეული, სადაც მან რაც კი სოფლიო ლიტერატურა წაუკითხავს, იქიდან ამონარიდები, სიბრძნეები და დაგიტოვა ასეთი სახელწოდებით მომიგონებდეთ. მისი 80 წლის თავთან დაკავშირებით მე გამოვეცი ეს პატარა ბროშურა, რომელიც 50 გვერდს იკეთებს. ანუ დედის ჩანაწერები სოფლიო ლიტერატურიდან ციტატები, ფრაზები და სწორედ ის სულ ყველაფერი მას ჰქონდა დაფიქსირებული მის რველში და მან ჩვენ გვიანდერძა ეს და დავიწერა კიდევ მეორე მომიგონებდეთ. დედის 80 წლის თავთან დაკავშირებით მე ეს თვითონ აკრიფე, ეს იყო 20 წლის უკან და გამოვეცი ეს პატარა ბროშურა. ჩემო ძმისშვილმა, რომელიც ცხოვრობს ინგლისში, ის არის პირადი ცხოვრება შექმნა, ყავს 3 შვილი, არაჩვეულებრივი მეუღლე, ნატო საჯველაძე და თვითონ ფსიქოლოგი გახლავთ ჩემი ძმის პროფესიით და მან დააფინანსა ეს წიგნი. გამოვეცი და მე დაურიგე ჩემს მეგობრებს, ჩემი ნოდარის მეგობრებს და აი ასე და ჩემთვის უძვირფასესი რამაც და დედა ყოველ ახალ წელს რომ გამოგვეღვიძებოდა ბარიშის ქვეშ წიგნი აუცილებლად დაგხვდებოდა, როდესაც დავიძინებდით. ხო, შემდგომ მე უფრო არ მომაჩნდა სიმღერის სურვილი, იმიტომ მამის მხრიდან გენეტიკურად მაქვს თითქმის მამის გვარი ყველა მხერის და ძალიან კარგად მამას დედიდან და მამიდან ჰქონდა ეს არაჩვეულებრივი გენეტიკა და სწორედ გადაწყდა ოჯახში რომ მე აუცილებლად უნდა შევსულიყავი მუსიკალურ სკოლაში. ეს იყო აუცილებელი ჩათვალეს. მაშინ პიანინო არ ქონდა ჩვენ და მისაღებ გამოცდებზე რომ შევედი, აბა გოგონა გვიმღერეთ და იქ ვინც უნდა დაუკრას აკომპანიატორი, ის ეძებს ტონალობა, როგორ მიგძელა, რომ აბა მოდი გოგონა კრეჭი მაკრაკელი და მხარე არ ვიმღერებ ამას. რატომ არ მინდა? აბა რა უნდა იმღერო? გამიგონია მთვარიან ღამეს, მარეხ გოძიაშვილის რომანს. სერიოზული უკვე დასრულებული ხალხია, ის ქალბატონი იყო სომეხი. და ეხლა ვერ გააკეთებთ ამას აკომპანიას. ხო? და მე ავდეჩი და ვიმღერე აკაპელა. ჩემთვის ეს არაფერი არ იყო.
როდესაც დავასრულე დირექტორი სასწავლებელი კომისიაში ისე შემდეგ იყო სად არისო დაბლა მიცდის ძალიან მოიყვანეო და იქ ფანჯრები ღია იყო მაისის ბოლო იყო და დედებს ხომ იყვნენ დედები მოსულები ბავშვების და ამას ვთქვია ერთ-ერთ დაიწუნეს თქვენი გოგონაო ძალიან გაოცდა ეს ქალბატონი და დედა რო ამოიყვანეს იცით რაო ვერ მივიღებდო იმიტომ რომ ბავშვმაო არ იმღერა საბავშვო სიმღერა კრიჭი მაგრატელი და ვერ მივიღებდო და ნუ რა ვქნათ და ერთი პიროვნება იყო შემდგომში ჩემი ის პიროვნება იყო სოლფეჯიოს ჰარმონიზმის ლიტერატურის მასწავლებელი სოსო მიქაკაცე ბავშვმაო ასეთი რთული რომანსიო მარეკოზერფის სიმღერაო და არ იმღერა კრიჭი მაგრატელი ამიტომ უნდა არ მივიღოთო გაუცებული დარჩა არა მე ამ ბავშვო უწერო ხუთიანსო ეს კაცი წავიდა პრინციპზე შემდეგ გადაწყდა რა ვქნა და მოდითო ვიოლინოზე მივიღოთო და იმ პირობით რომ მე მეორე წელს ვისწავლიდი კრიჭი მაგრატელს და მივიდოდი და ვიმღერებდი და ჩავრიცხავდი ქალბატონო ნასი ახლა თქვენ დასაგებია მოყევით ეგ ისტორია როგორ მოხვდით და რატომ მოხდა თქვენი სავიოლინო კი სამყაროში როგორ მოხვდით თქვენ მართალია ხართ მე ვიოლინე მაგრამ მე ვიცი რომ თქვენ არაჩვეულებრივად ფლობთ თითქმის ყველა ინსტრუმენტს ხო ფანდურს და მით უფრო ფოლკლორულ ინსტრუმენტებს უკრავდით ჭუნირზე და უკრავთ იმიტომ რომ მაშინ როდესაც მე ვიყავი ბათუმში ჩამოვაყალიბე ბავშვთა მევიოლინეთა ჯგუფი რომელიც შემდგომ გადაკეთა ანსამბლად და ბატონმა გოგი ცაბაძემ ბათუმური ვალსი დაწერა მაგრამ ეს დაიწერა ჩემთან ერთად მე მან მიმიწვია სასტუმროში სადაც ისვენებდა და მითხრა რომ რამდენ პოზიციას ფლობს თქვენი მოსწავლეები მითხარი ყველას და ჩემი რა თქმა უნდა მას ჰქონდა ეს მელოდია და საჩი შეიქმნა ეს ბათუმური ვალსი და სწორედ ეს ვალსი შემდგომ აჟღერდა მოსკოვში ჩატარდა 1982 წელს დეკადა აჭარის დღეები ცენტრალურ დომა работы как искусство ჩატარდა იქ ძალიან დიდი ღონისძიება ჩატარდა და სწორედ მაშინ გავიცანი მე ბატონი სანდრო მერიანაშვილი გვახდა ჩვენ და ჩვენ დავმეგობრდით და ამის შემდეგ ჩემი სანამდე მე ვიყავი ბათუმში ამალსამმა იარსება და ჩვენ ყოველი როდესაც წარდებოდა სახელმწიფო ღონისძიებები მაშინ ეს იყო ეს ღონისძიებები იყო ჩემი მოსწავლეები თუ ყოველთვის მე მონაწილეობდი და სწორედ ბათუმური ვალსი გიორგი ცაბაძის არის ჩემი სექსტეტისათვის მიწყვლილი ეს ანუ ქალბატონო ნაზი თქვენ როდესაც უკვე თბილისში გადმოხვედით საცხოვრებლად მე როგორც ვიცი თქვენ ოჯახი შექმნით და ამიტომ გადმოგწამდით თბილისში საცხოვრებლად თქვენ გქონდათ ძალიან დიდი გამოცდილება უკვე სახელოვნებო სივრცეში რომელიც მოგცათ ბათუმ თქვენ გადმოგზავნით თბილისში ყავთ არაჩვეულებრივი მეუღლე ბატონი გიზო გოგიჩაიშვილი და მე ვიცი ერთი ასეთი ეპიზოდი თქვენი ცხოვრების როდესაც თქვენ შექმნით ოჯახში და ბრძანდებით თბილისში და უკრავთ ფანდურზე საშინაო ესეთ გარემოში თქვენ მეუღლეს დაენანეთ თქვენ მარტო სახლში სასიმღეროთ ასე რომ თქვათ და გითხრათ ასეთი ფრაზა რომ ნაზი შენ მე მენანები მარტო აი ამ სივრცისთვის შენ უნდა იდგეს სცენაზე
გითახმებით მე ბათუმში როდესაც ვიყავი იქ იყო ანსამბლი სალაყობო და მე იყო ოხოინანა და მე იყო კაპელა მე ყველგან ღეროდი კაპელაში და ხდებოდა ისე რომ ერთ კონცერტში 4 გამოდიოდი ჩემ მოსწავლეებთან ერთად მე ვუკრავდი ვიოლინოზე შემდგომ ერთი ანსამბლი მე და ვერ ვასწრებდი გამოცვლას ეს იყო ჩემს ცხოვრებაში რაღაც უნიკალური შემთხვევაა მე ასე ვაფიქსირებ რომ ერთ ღონისძიებაზე რომ გამოვხარ 4 სხვადასხვა მიმართული რა თქმა უნდა ამიტომ უნდა გალაპარაკოთ დღეს საკუთარ თავზე თქვენ და დიდი მადლობა და სწორედ ხალხურ საკრავთა ორკესტრი იყო ეგ არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო ჩიჩუ აგვარად წვიმვალე ქალბატონი მან შექმნა ესეთი ანსამბლი და მე უკრავდი ჭუნერზე სოლო ჭუნერზე იმიტომ რომ ახალ ვიოლინო ესეთი ინსტრუმენტია რომ შეუძლია მხოლოდ ვიოლინოს სპეციალისტ დაუკრას ჭუნერზე იმიტომ რომ იცი იქ მარცხენა ხელი რომელიც უნდა დაიდოს გრიფზე იცი პირველი ნოტი მისადი საერთოდ დააიღო ყველაფერი ჩვეულებრივად ოღონდ ხელში არ მეჭირა ასე თორე აი ასე ანუ ბევრი რამ საერთოდ სადღაც ჭუნერს არა ვიოლინოს მოძრაობა არამედ ვიოლონჩელოს მაგრამ ეს ჩემთვის არაფერი არის და აი სწორედ ამ გზით დიდი გზა გავედი და ჩამოვედი თბილისში გავაშინე შვილი მიხეილი ჩემი არაჩვეულებრივი ბიჭი მღარ ძალიან კარგი და ერთხელ სივარ ზალაში ძალიან ისეთი და შემოახო ჩემო მეუღლემ კარები და ნაზი საცოდაობაა რომ შენ სცენაზე არ ახარო მოდიო შენო ნახეო ქალბატონი ვინმეო რომელიც შენ გაგიწევს კომპანიატორობას და მე ყოველ მხრივ დაგეხმარები თუ დავრეკე ჩემს მეგობარს რომელიც დაარაჩვეულებრივი კონცერტმაისტერი შემდგომ ჩემი თინიკო ონაშვილი არაჩვეულებრივი და სწორედ მასთან ერთად 9 წლის განმავლობაში მე ვატარებდი სოლო კონცერტებს და აკომპანიატორი მაშინ იკეთებდა ქალბატონი თინიკო სადაც მყავდა მაგის წაყვანილი გურჯაანში გავაკეთე დატოვაჩნაძის 60 წლის თავის გარდაცვალების პროექტებზე მივავდი ძალიან და ვიმუშავე დაახლოებით 9-8 წელი ასე და დღეს თქვენი კონცერტმაისტერი დღეს გახლავთ ლია ორაკველიძე არაჩვეულებრივი ქალბატონი ძალიან ძალიან ისიც ნიჭიერ სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ჩემთან ცოტა მეუხერხულება ამის გამო მაგრამ ძალიან ძნელია ჩემი გაცლება და რამხრივ ახლა ვიოლინოს ყური მოგეხსენება როგორია ხო და ერთხელ რომ იმღერებ რამე სიმღერას მეორეჯერ უნდა განვიოს სხვა ვარიანტები მაქვს იქ მელიზმების სხვა არის ჩაცმული და განწყობა პირველი სიმღერის შემდეგ ცოტა არ მომეწონა სხვანაირად განვეწყვე ხო და აი გადმოცემა ხდება სხვადასხვა ვარიანტები და კიდევ კარგი მიძლებენ ეს აკომპანიატორი ძალიან დიდი მნიშვნელობა რაღაც არაჩვეულებრივი შესრულება ამ ორ ქალბატონს და რა ძალიან რთულია მართალი გითხრათ ცოტანი არიან აკომპანიატორები და მე ცოტა არიან პიანისტები მაგრამ აკომპანიატორი ეს ძალიან სხვა სპეციფიკაა და არიან მაგრამ ცოტანი არიან ვინც უკრავს ნოტებით ვინც აკეთებს ნოტებით აკომპანიატორებს ეს სხვა და არიან იმპროვიზატორები მაგრამ არიან იმპროვიზატორები ეხლა განსაკუთრებით ქალბატონი ლია ხო ეს რაღაც არ ვიცი რაღაც მოვლენაა მე დავინახე ნახევარი ტონი ძევით ქვევით მისთვის არ აქვს უნარობას მნიშვნელობა და მოიკითხავთ დიდი სიყვარულით და ძალიან გადაცემა აუცილებლად ქალბატონაზე ეს გასაგებია ხა თქვენი აი ეს დიდი გამოცდილება აი მუსიკალური მიმართულებით ამას ჩვენ კიდე დაუბრუნდებით ჩვენი გადაცემის იქეთ ფინალისკენ მაგრამ ახლა მინდა რომ თქვენ ჩვენ საზოგადოებას მოუთხროთ თქვენი მოღვაწეობის შესახებ რომელსაც თქვენ ეწევით ქართული კლასიკური წერლობის ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით და
უპირველეს ყოვლისა მე არ შემიძლია არ შევეხო იმ დიდებულ პროექტს, რომელსაც ქვია ვაჟა-ფშაველა და რომელთანაც დაკავშირებული არის ერთი უნიკალური პიროვნება, რომელიც თქვენი მეგობარია დღეს უკვე იასუჰირო კოჯიმა, იაპონელი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ისე საუბრობს ქართულად როგორც ჩვენ. და პირიქით შეიძლება უფრო უკეთ და მან საოცრად სიღრმისეულად იცის ქართული მწერლობა და ქართული ლიტერატურა და ცოტა არ იყოს ისეთ რაღაცებს აღმოვაჩენ ხოლმე მის ნასაუბრებში რომ ხანდახან შემრცხვება ვაიმე იაპონელმა იცის და რატო ჩვენ არ ვიცით ეგ ხო ის რაღაც დეტალები ქართულ ლიტერატურასა და მწერლობაში კოჯიმა იაპონიიდან ინგლისურენოვანი წიგნი ქართული ენის გრამატიკა და ის გადავშალე წავიკითხე და აი მართლაც ძალიან საინტერესო ენა აღმოჩნდა. ოღონდ ისეთი შთაბეჭდილება დამჭა რომ ესე იგი თუ მართლა არსებობს ასეთ ენაზე მოლაპარაკე ხალხი მეთქი და მე იაპონიაში ვეძებდი ტოკიოში მოვძებნე ქართული ოჯახი და იქ 1-2 წლის განმავლობაში დავდიოდი კვირაში ერთხელ და მე ჩამოვედი საქართველოში 99 წელს რაც აქ ვნახე რაც დამხვდა ყველაფერი ჩემთვის გასაოცარი იყო გასაკვირი იყო და აი სულ რაღაც შოკში კარგი გაგებით შოკში ვიყავი კი მეგობარი მყავდა გურუდი და იმან მომსასწრაფა შორის ეს მოდარდონბაცეს ნებები აილიკო და იდარიონი ჩემი შვილი დოქტორი უნდა გამენდე მოგუწი ათი და მოვლა პატრონობანი ძალიან მომეწონა მაშა გულით მომეწონა და ისე მომეწონა რომ არ შემეძლო არ გადამეთარგმნა იაპონურ ენაზე და იმის მერე გოდრიცის შოხელის მოთხრობა ლაშა თაბუკაშვილის მოთხრობები გადათარგმნილი მაქვს ძალიან დიდი განძი ვიპოვე იაპონელების უცნობი და შარშან 2018 წელს ზაფხულში გამოვეცი იაპონიაში ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები 3 პოემა ალბა კეთელაური სტუმარმას პრინცელი და გველის მჭამელი და კიდევ მოდით ახლა მე მინდა თქვენი საუბროთ აი ამ პროექტზე რომელსაც ქვია ვაჟა-ფშაველა და რატომ მაინცა და მაინც ვაჟა-ფშაველა ვაჟა-ფშაველა ჩემთვის მე ვთვლი საქართველოში არავინ არ მინდა არ გამიქოს არასწორად ეს ჩემი პირადი დამოუკიდებულება და დამოკიდებულება მე ვთვლი რომ საქართველოს ყავდა 3 გენიოსი წერობაში მაქვს საუბარი ეს არის რა თქმა უნდა შოთა რუსთაველი მეორე მიმაჩნია ვაჟა-ფშაველა და მესამე მიმაჩნია დავით გორანიშვილი რომელიც 18 წლის ასაკიდან დატოვა საქართველო ვიცით რა შეხედვით და როგორი იყო მისი ცხოვრება და მან უწყინვალესად იცოდა ქართული ენა არ დაივიწყა ბრძანებს ალბათონე ჩვენი უწყინვალესი პოეტა მსახიობი დოდო ჭიჭინაძე რომ საქართველოდან გავლენო რამოდენიმე წლით ქართველები და ავიწყდებათ ქართულიო და მან კი ბოლომდე მიიტანა ასაკში გარდაიცვალა 86 წელიწადში ბრძანდებოდა და მან დაგიტოვა რა უნიკალური სასწაული თავისი ნაწარმოებები და ამავდროულად უზარმაზარი სიყვარული ქართული ენისადმი და მისი დამოკიდებულება ზოგადად საქართველოს არაჩვეულებრივი ვიდეოა მინდა კითხე მე აუცილებლად გავუშვებ და დოდო ჭიჭინაძის მამონარეს აუცილებლად არის და როგორი ცხოვრება განვლო მან მე მინდა ვთქვა რომ გურამიშვილი არ მენახა 20 წელია და ამას წინაც დავჯექი და უყურე ფილმს. იცით ეს არის ძალიან დიდი ფილმი. ეს არის ძალიან დიდი ტრაგიკული ხანა საქართველოს ცხოვრებიდან. და უნდა გითხრათ გურამიშვილი არა მარტო დიდი მოაზროვნე ბრძანდებოდა, არა მარტო დიდი მოქართულე ბრძანდებოდა, დაკარგული 18-19 წლის ბიჭი დაუბრუნდა საქართველოს
უდიდეს პიროვნებად. იცით, მოწყდებიან სამშობლოს და რამდენიმე წლის შემდეგ იცით, ქართული ენა ავიწყდებათ. გურამიშვილი მაგალითია იმ ვაჟკაცობის დაკარგული ბიჭი დაუბრუნდა საქართველოს უდიდეს მოაზროვნედ და მოქალაქედ და ის არა მარტო დიდი მოაზროვნეა, ის არის გმირი, ეროვნული გმირი. შემეჩვენება თითქოს ვიღაც ქართულად მღერის. არა, ნამდვილია, ღერია, გზავრებია. ლაშქროდის შემდეგ დაუბრუნდი უკრაინაში და აქ დავსახდი ზუბოვკაში. დედოფალ ანას მიერ ნაბოძებ მამულში. მე მწამდა, რომ ჩემს მიერ დამთხეული სისხლით შეღებილი დროშები ჩემს სამშობლოს თავისუფლებას მოუტანდა. ამას ველოდი. სამშობლოსადმი სიყვარული არასოდეს დამიწყებია. ეხლა უკვე მოხუცი ვარ. ჩემი სიცოცხლე იფერფლება. მხოლოდ ერთ მოწყალებას გთხოვთ. დე მამი ჩემის ხმალმა, რომელიც სასახელოდ მემსახურებოდა მრავალ ბრძოლებში, დაამშვენოს ის თავდადებული ქართველი, რომელიც ჩემი ნათელი მეფის ვახტანგის კვალს ეხლა მიხვდება. ლექსთარვეულმა აცნობს ქართველ ხალხს. როგორ ცხოვრობდა სამშობლოს მოწყვეტილი, სამშობლოს სიყვარულით ანთებული დავით გურამიშვილი. მე უბედნიერესი ქალი ვიქნები, თუ ამ დღეს მოვესწრებოდი, იმიტომ რომ რუსთაველის შემდეგ ასეთი დიდი მწიგნობარი საქართველოს და მოაზროვნე რა ვიცი. უკრაინასთან დაკავშირებით მისი სახლ-მუზეუმი ქალბატონო მანანა როგორ არის მოვლილი და ესე უკრაინის ორ გრინვაზე დავით გურამიშვილის სახლი ამბეჭდილი და ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. მე რა თქმა უნდა მაქს პროექტი და უბრალოდ ჩემი მეგობრის დეკანოზე ივანე ჩიკოგიძეს აქვს არაჩვეულებრივი პროექტი. ჩვენ ალბათ ამას ოდესაც ომი დასრულდება, ამას
მოვახერხებთ ამის გაკეთებას, მის გადმოსვენებას. რასაც ბრძანებთ ქალბატონი დანანებით, რომ ისინი არ დაგვიშლიდენო ჩვენო, მაგრამ არ იყო სურვილი, იმიტომ რომ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, მოძმე რესპუბლიკა, მართალი რო გითხრათ მე ჩემს წინაპარ პოეტებზე ცოტა გულნატკენი ვარ, იმიტომ რომ არ დაუბარებია დავით გორამიშვილს რომ არ გადამასვენოთო და უნდა გადმოსვენებულიყვენ, მისი ადგილი არის მთაწმინდაზე და მე ძალიან მწუხვარ რომ მაგრამ არის მე რომ ბრძანე წერან ბატონი იოანე ჩიკუკიძე მის ყოველ წელს ჩადიოდა მის საფლავზე აკეთებდა იქ რიტუალს და მეორე მინდა დიდი პატივისცემით აქედან ვახსენო ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ჩადიოდნენ ვაშტა გუნდი, სადაც გამოფდნენ იქ. სხვა არც ერთი კუთხიდან არ იყვნენ ჩასულები. და სწორედ ის ვიდეო მე მაქვს მოტანილი და თქვენ ამას გავუშვებთ. მირკოროდის სასაფლაოზე მივედით თუ არა, მოულოდნელად ამინდი უარესობისკენ შეიცვალა. ძალაუნებურად გავიფიქრე, რომ ეს ჩემი დიდი წინაპარი ხომ არ მიწყრება, რომ აქამდე არაუსრულეთ ანდერძი მეთქი და ხომ არ ეცოტავა ის ერთი პეშვი ქართული მიწა, რომელიც მე მის საფლავზე მოვაფრინე. ღმერთმა ქლას რომ ასრულდეს რომ ის მისი სამუდამო განსასწრებელი და იყოს საქართველოში თაწმინდაზე. ჩემი სურვილი ეს არის. ქალბატონაზე მე ახლა აუცილებლად ისე უნდა დავუბრუნდე ვაჟა-ფშაველას პროექტს მის თემას აი ამ ბუმბერასთან დაკავშირებულ იმ ცხოვრებისეულ ეპიზოდებს, რომლებიც რა თქმა უნდა ნაწილმა საზოგადოებისა იცის, მაგრამ ბევრმა ალბათ არც იცის. პირველ რიგში უნდა შევეხო თემას, რომელსაც ქვია მისი ძალიან პოპულარული ლექსი დამისხი დამალეფო. თქვენ ძალიან კარგად იცით შინ აი რა იყო ფონი აი ამ ლექსის და როგორ შეიქმნა ეს იდეალური ლექსი. დიახ. ისეთი როდესაც ცოლი უნდა მოეყვანა ვაჟას, აბატონ ვაჟა-ფშაველას, მე მინდა აბატონობით მოვიხსენიო ის მე ნაშენილიას და გადაწყვიტა რომ წამოსულიყო ქალაქში და ეყიდა საკაბე მისთვის და ჩამოიტანა ნანადირები ტყავები რო გაეყიდა. როდესაც გაყიდა ძალიან თულად გაყიდა გლის ტყავი და ესეც რომ ბოლოს გაყიდა ჩადო თისაში მოდის და უნდა იყიდოს საკაბე კეკისათვის საცოლისთვის მისი საცოლე გახდა
სახელად ეკატერინე ნებალაძე და არა ნებიერიძე ეს შეცდომაა და ნებალაძე ჩამოვიდა დაიწყე გადაჭრა საკაბის და თისაში არ აღმოაჩნდა ფული არ აღმოაჩნდა საოცრად შეწუხდა დადგა მტკვრის პირას და თითქოს თავი უნდა მოიკლას და უცებ გაჩერდა ფაიტონი და გადმოდის იქიდან პეტრე უნიკაშვილი რომელიც იყო საზოგადო მოღვაწე ფოლკლორისტი და იცნო პატრონებაშა და თავს იკლაო თავი ვერ გავიმეტეო ეუფნება მაშინო წამოდიო თუ თავი ვერ გაიმეტეო და მიამბეო იგე დუქანში ჩავიდეთო რიყესეო და მიამბედი რა შეგემთხვა ეგეთიო და მოუყვა ეს ამბავი ასე რა ვქნაო მეტი ფული აღარა მქონდა როგორ ჩავიდეო საცოლესთანო და ამ დროს როდესაც მოიტანეს ზღვინო და დადეს მაგიტაზე უცებ თქვა ასეთი ლექსი დამისხი დამალერინე ეზღვინო ოხერტიანი ეგება წაღმავი ფიქრო ბედის უკუხმა ტრიანი მაგრამ ეს ლექსი იმ წუთში არ დაუწერია წინა დღით რაღაც განგებამ მას ეს ლექსი უკარნახა და ამ დროს როდესაც ამას ხმამაღლა ლაპარაკობენ იქ ყარაჩოღელებისიან და მოვიდნენ თუმცა და დუდუქზე რაღაცა მელოდია რაღაცა მიუსადაგეს 3-4 გაიმეორეს ესა და უცებ მოდის ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი და ეუბნება რომ მეო თქვენო აზნაური მეგონეთო ესო მე მოკპარე თქვენო და დაუბრუნა და პეტრე უნიკაშვილი ეუბნება ქუცად სიდისი ქონიაო აი ესეთი ძალება და შემდგომ და როგორი საინტერესოა მე და ნიშანდობლივი რომ შემდეგ ეს ტექსტი და ზაქარია ფალიაშვილმა დაიში კიაზოს თანგალას კევაგებში და ეს ყველა ქართველმა იცის ბავშვობიდან მეყარდა ვაჟა-ფშაველა მერე და მერე როდესაც გავიცნობიერე უკვე რომ მისი ცხიფდა ქორწილი და უნდა მოგიყვეთ ეხა ვინ აღმოაჩინა ვაჟა-ფშაველა და ვინ დაარქვა ვაჟა-ფშაველა ეს ხო ფსევდონიმია რა იყო ლუკა რაზიკაშვილი ხო აი ეს ნიუანსი ესე იგი ასეთი წერილი მოვიდა ბატონ ილია ჭავჭავაძეს რომ თიანეთში ვიღაცა ლუკა რაზიკაშვილმა galakha Rusi ოფიცრები და მაშინ ბატონი იაკობ მასვეტაშვილი იყო მოადგილე მისი წერაკითხის გამართების საზოგადოების ორჯერ მასზე გაკეთებული მაგადაცემა და ჩავიდა დაინახა პიროვნება რომელსაც თვალი გაფუჭებული აქვს და ну გამოკითხა რატომ მიჩხუბეო ვინ ხარო რა ხოდა ის მაშინ ცხოვრობდა თიანეთის სკოლაში პედაგოგად იყო და იყავდა მისი ცოლ-შვილი როდესაც იმათმა დაიძინეს აბა მომიყევიო რა საქმიანობ და ამან ვაჟა-ფშაველამ გამოუტანა მისი შლის ნუკრის ამბობი და ხმელი წიფელი ბატონიას იოსები ეუბნება რომ კიდე გავ ბევრი სკილში ასეთი შედევრებიო გამატანე ჩქარაო
ნუ ახლა შემდგომ ბატონმა ვაჟამ ძალიან მოგზალებით დამიბეჭდავენო ფულსო გადამიხდიანო და რა თქმა უნდა ჩამოუტანა ბატონ ილიას დაუდო ეს ხელნაწერი და ნუ ბატონ ილია თუნდაც დადიოდა ბოლთას სევდა ეს რა შეგონი მაშინ ითქვა მგონი ის ფრაზა ცნობილი დავდოთ კალოელებმა გადავდოთ გზა დაუთმოთ და მართლაც ბევრი ხელი შეუწყო ძალიან ბევრი მაგრამ მან ვერ გაძლო თის გარეშე ის იყო თიშვილი იყო ესა და ეს მისდი და აქ ჩამოიყვანა მუშაობდა ცოტა ხანი მაგრამ არ გადაწყვიტა ისე ხალბატონაზე ახლაც ეს უნიკალური ფენომენი იყო ხო აი ცნობილია ის აზრიც აი ესე ყოველ შემთხვევაში ეს აზრი მუსილებს რომ დისნეი თავისი ცნობილი მულტფილმი ბემბი აგო ბიაშვილის და მე მგონი ჩვენ მაჯი არ გადაღებული და თანაც აი პერიოდები ემთხვევა ყველაფერი ეს ხო ეს 30-იანი წლებია კი ბატონო კი და დისნეის ეს მულტფილმი სადღაც 40-იან წლებამდე გადაიღეს ვარცდება ხო ამიტომ ლოგიკაში ჯდება ეხლა როგორ დაერქვა ლუკა რაზიკაშვილს ვაჟებშაველა მას ჯერ ცოლ-შვილი არ ყავდა და წავიდა სასწავლებლად პეტერბურგში რომ ესწავლა იურისპრუდენცია მაგრამ სწორედ მასთან ახლოს საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა არაჩვეულებრივი პიროვნება ცისკარიშვილი დიმიტრი ცისკარიშვილი და ეს ვაჟა გამოიწყობოდა კარგად და შევიდოდა და ეთქოდა აბა როგორია ვაჟა და ნუ ახლა შავში და იმაში მამაკაცს ასე მიმართავენ ვაჟა კალს კალა ხო და ერთხელ ორჯერ სამჯერ ოდესაც ეს ვაჟა როგორი ვარო ხო ვაჟებშაველა კარგი ხარ ვაჟებშაველაო და შემდგომ როდესაც უკვე ბატონი ვაჟამ უკვე ჩამოვიდა და დაიწყო უკვე წერა ფსევდონიმად მიიღო აი ასე დიმიტრი ცისკარიშვილმა მას მეორე სახელი და გვარი შეურჩია თუმცა შავიდან იყო და ვაჟებშაველა დაერქვა ამ კუთხით გასაგები ხალბატონაზე მე ახლა მინდა თქვენ საუბროთ აუცილებლად ვაჟებშაველას გადასვენების ფაქტზე დიდუბიდან თაცმენდებს. დიახ, ეს ცოტა ისეთი სევდიანი და ძალიან ტრაგიკული და ის როდესაც რა დაიცვალა 1915 წელს ერთ-ერთი ქალბატონი და მნაგებელი ქალბატონი იყო და უკვე მისი გადასვლა მეორე სამყაროში რომ დაინახა რაღაცას ბუდბუდებს და მივიდა ახლოს და ესმის ვაჟას სიტყვები რომ ცოტა ისეთი განცდებში იყო ნახევრად მიცვალებული და ასეთი რამ ბრძანა რომ მის სხეულზე საუბროს როგორია მისი სხეული უკვე დაჩაჩანაკებული და თუ ვინმეს ვალი მიმყვებაო იქიდან გადისწორდებითო ეხლა წარმოიდგინეთ რომ ის ამბობს რომ თუ კი მე თქვენი ვალი დამჩა ქართველებო იქიდან უნდა გადისწორდეთო ნახეთ როგორი სიბრძნე აქვს ჩადებული და მას ვერ წარმოედგინა რა განძი დატოვა ალბათ ჩემი აზრი ეგეთია იმიტომ როცა ადამიანი რამეს აკეთებს ხო იმას გონია რომ ჩვეულებრივი მოვლენაა და უცებ იძახის რომ თუ ვინმეს ვალი მაქვსო როგორ უნდა ქონებოდა მას ხისი ვალი ჩვენ გვაქვს მისი ვალი ქართველებს და ნათელი და სანთელი მის უკტავდიდებულ სახეს და 35 წელს დაისვა მისი გადასვენება ექსაკითხი და სწორედ 16 ოქტომბერს
გაიხსნა მისი საფლავი დიდუბეში და იქ სწორედ ძალიან ბევრი ჩვენი მწერლები მაგალითად გიორგი ლეონიძე ვერ მიეკარა მის ამოსვენების პროცესს იქ დამდებოდა ტიციან ტაბიძე ვალერიან ძალიან თითქმის მე არ მინდა გამოვჩეს და დავასახელებ მთელი მწერლობა გახდათ და სწორედ როდესაც გაიხსნა და უნდა ამოესწრებინათ იყო ასეთი სანახაობა რომ მისი სამოსი ჩოხა შენარჩუნებული იყო ქალამანზე აი თასმები იყო გაცვეთილი რომ მაინც და 20 წელი გავიდა 20 წელი ყველაფერი შენარჩუნებული იყო თავის ქალაზე ოდნავ თმა ულვაშის ადგილზე ოდნავ თმა ანუ თავის ქალის აღწერას ვაკეთებ სწორედ ულვაშების ადგილზე რამოდენიმე თმა და თავის ქალაზე რამოდენიმე თმა და ის მე ამოასვენეს და მისი დიდებული უხდარი სული ჩაასვენეს ახალმა შიდა ეხლა რა ქნა მე ძალიან მიყვის ერთი ფაქტი მაგრამ ჩემ შეხედულებას ვიტყვი რატომ მაქვს მე ესეთი აზრი რომ უნდა მოხდეს მისი გადასვენება ხო რატომღაც ეს ყველაფერი ხდება ხანით საღამოთი სურათი არის რომელიც ბენგალის ფხვნილი იყო ნამიანი და კარგად ვერ გადაიხეს მაგრამ არის სურათი ცოტა თუ კარგად ჩანს და ეხლა რა ქნა მოიყვანა ბალდახინი მაგრამ იქ როგორ მოხდებოდა მისი გადასვენება დიდუის პანთეონთან თაწმინდაზე დიდი დრო დაჭირდებოდა და უკვე დილა იქნებოდა ამიტომ სასაფლაოს დირექტორი იყო რუსი და ამდა ხაგვარი თუ გავიხსენები ვიტყვი სწორედ მან მოიყვანა პატარა მანქანა ფორდის მანქანა იყო პატარა რო დაუკვირდნენ რა მე რამისთვის ისეთი მოაზროვნე ხალხი იყვნენ მისულები და ვერ გაითვალისწინე რომ ღამით ვერ გადაასვენებდნენ ბალდახანი წმინდაზე დიდი მანძილია ხო და სწორედ ამ მანქანაში გარდ ესე ნახევრად გვერდულად დავსეთქვათ და მესამედი ნაწილი იყო ცხედრის მესამედი ნაწილი იყო გარეთ ასე იქნებოდა ხო ვალერიან გაბუქინდაშვილი ჩაჯდა ძღოლთან და ერთი მესაფლავე და აი ასე აიყვანეს ნახევრად სხეული გარეთ ვაჟა-ფშაველა თაწმინდას აი რა იცი მე მგონი კარგად არ დაიგეგმა მისი გადასვენება რაღაც გონივრულად რაღაც ამდენი მეცნიერები იყვნენ წერლები იყვნენ პოეტი მე ძალიან მიყვარს ეს ამბავი რატომ მოხდა ესეთი ჩემი შეკითხვა ჩნდება და ახლა თუ ვინმე მამაზე გამწევს პასუხი კითხვა ისმის რომ რატომ მანდამაინც ხამს ესეთი ვერსია მაქვს მე იმიტომ რომ სტალინის დედა ხომ განისვენებს თაწმინდაზე და ალბათ დაავალა ჩემი მოსაზრება ალბათ დაავალა ბატონ ბერიას რომ მოხდეს მისი გადასვენება და მე თუ მისი დედა იქ არის რამ და ვაჟა-ფშაველას იმიტომ სტალინი პოეტიც გახდა რა თქმა დიდებული რა ლექსებია ფსიქოლოგებმა რომ გაშიფრეს ეს არის მოვლენა ფენომენია და ვარც გაეფუჩნა მარტო ეგლექსი ხო რამე შემოდარი მეუბნებოდა ამაზე ფსიქოლოგები ფიქრობენ რასთან გვაქვს საქმე ხო და სწორედ მან ჩემი ვარაუდია რომ მან იუკაგისა დედამისი რო იქ დაასაფლავეს იმიტომ რომ სტალინის დედა იყო და შეწუხდა ალბათ და
თქვა რომ ვაჟა-ფშაველა იყოს მადიდუბის პანთეონში და ჩემი დედა იქაო, ჩემი აზრით ვამბობ ეს არის და მოხდა მისი გადასტურება და რატომ? ხალხმრავლობის დროს ზოგი გამოვიდოდა ოპოზიცია, ეს ხო ჩვენ გვჩვევია ქართველებს, ხო? ზოგი თანხმობა, ზოგი ადამიანი იქნებოდა ცოტა შეჯახებები. თუნდაც სიტყვიერი, ხო? მან არ აკადრა ვაჟა-ფშაველას ის უკადრისტი, ვინც ამ საქციელს ჩაიდენდა და ღამით მოხდა, იმიტომ მისი გადასვენება. ქალბატონაზე მე მინდა რომ ყველაფერს შევეხოთ თქვენს შესახებ და თქვენს ირგვლივ რაც შეიძლება მომწორავად ვისაუბროთ არა და დრო არ გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ 1-2 ისეთი თემა გვაქვს, ეს აუცილებლად მაგავშალეთ ახლა. ქალბატონაზე კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დღეს ვხედავთ ძალიან დიდებული ადამიანის მიერ დაარსებულ ტელევიზიაში, როგორიც გახდა ჩვენი წარმოუდგენლად ჭიერი და უსაყვარლესი პიროვნება და დიდი რეჟისორი ბატონი რეზო ჩხეიძის მიერ დაარსებულ ტელევიზიაში ვხედავთ დღეს. ქალბატონაზე თქვენ ერთი შესანიშნავი პროექტი გაქვთ კიდე, რომელიც ზუსტად ამ დიდ კაცს უკავშირდება და მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენ წეღანმე ერთი ძალიან ძვირფასი საჩუქარი გამიკეთეთ. ინტელექტუალური საჩუქარი, რომელიც ბატონ რეზო ჩხეიძეს უკავშირდება. თქვენ მე დამპირდით, რომ გადმოსცემთ ტელევიზიას საჩუქრად 2 ნაწილიან დოკუმენტურ ფილმ გადაცემას, ასე რომ დავარქვათ, რომელიც ეხება ბატონ რეზო ჩხეიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას და 1-2 სიტყვით გითხარით, იმიტომ რომ მინდა მოვასწროთ ის მეორე თემის. მე დაუკავშირდი მისი სახლი, ჯარისკაცის მამა, ასეთი სახელწოდებით და ის სახლი, სადაც ბატონ რეზო ცხოვრობდა, ქუთაისში და დაუკავშირდი ქალბატონ არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო გარდაცვლილია იმეზე ავალიანი და უთხარი რომ მინდა ჩამოსვლო მე მანამდე მასთან შეხვედრილი ვიყავი ერთ პროექტში და ჩამოვძანდითო წავედით ჩემი ხარჯებით და ოღონდ მოვთხარი დამახვედრეთ მან ვინმე რომელიც გადაიღებს ამას და თლიანად მიამბეთ მისი ცხოვრება მისი მამიდან მისი ბავშვობა როგორი იყო მამა რეპრესირებული ძალიან ცუდი ცხოვრებით ცხოვრობდა ვინ გახდა ბოლოს და ამ ორ რომელიც მე თქვენ უნდა გადმოგცეთ, თუნდაც გადმოვაგზავნე მე უკვე თქვენზე არის მადლობა. პირველი და მეორე ნაწილი არის დაახლოებით საათნახევრიანი და ქალბატონმა ინეზა ავალიანმა ამომწურავად მისი ცხოვრებაზე იმ მუზეუმის დირექტორი გახდა ქალბატონი ინეზა, ყოველი ექსპონატი, ყოველი სურათის განმარტება რა, აი მე შევეხე იმ სამოს, რომელიც ეცვა ბატონ ზაქარიაძეს ჯარისკაცის ნუ არ ვიცი როგორ გითხრათ, რომელიც ფილმშიაცია. ჯარისკაცის ხო ეს ყველაფერი ისე ქონდა ქალბატონ ინეზას ეს მუზეუმი გაკეთებული არაჩვეულებრივად და სწორედ ეს ორიმიანი არის ორი ნაწილიანია და თქვენ იმას გაუშვებთ და მე ეს ვალდებულიც კი ვარ რომ მე ჩაგაბავდი მისი დაარსებულია ეს არაჩვეულებრივი ჩემთვის სამაყო ტელევიზია მე მართალი გითხრათ მიმუშავია ახალ საქართველოში ეს იყო ჟურნალისტთა კავშირთან არსებული მე ვიყავი GMTV-ზე შემდგომ ვიყავი სამეფო არხზე მაგრამ ვამაყობ რომ აქ ეს არის სამი დიდებული ქართველის დაარსებული ბატონი რეზო ჩხეიძის მერაბ ბერძენიშვილის და აზობერ ქომაიშვილის ერთი თაცმიდაზე მეორე ეს ორი დიდობის პანთეონში განისვენებენ რომიციან აი მინდა მათ პატივი მივაგო ასე ნამდვილად ხელსუხრით ნამდვილად ქალბატონაზე და მე ფინალურ ჩვენი გადაცემის ფინალად ესეთი ლამაზი ფინალი მინდოდა გამოსულიყო ჩვენს გადაცემაში მე შემოვინახე ესეთი გემრიელი ლუკა ისე რა ვთქვათ
ჩემო ძვირფასებო, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, რასაც ქვია აი იმ რაღაცა საშინელი ვირუსის, კოვიდის პანდემიის პერიოდი. უამრავი ძვირფასი და საყვარელი ადამიანები დავკარგეთ ჩვენ იმ პერიოდში და აი ამ უმძიმეს წლებში ქალბატონი ნაზი სარჯველაძე თავისი შემოქმედებით და კონკრეტულად თავისი რომანსით, ძალიან ცნობილი რომანსით, რომელსაც ქვია თეთრი ვარდები, აი ამ თავისი სიმღერით ჩვენ საზოგადოებას ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა და უმღეროდა რომანს და დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი ვინმე გამოიყვანა უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ამისი ფაქტები არსებობს და ჩვენ ყავს ადამიანები, რომლებიც ამას გვიყვებიან, რომ როგორ ურეკავდა მათ ქალბატონი ნაზი და როგორ უმღეროდა თეთრ ვარდებს. ქალბატონი ნაზი, მე როგორც ვიცი, თქვენ ამას აკეთებდით გარკვეული ადამიანების მხარდაჭერით და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალთა საბჭოს. მათი ეგიდით, მისი ეგიდით ტარდებოდა რაღაც ეს პროექტი იყო ასე. და მე მადლობა მინდა მათ გადაუხადო ნამდვილად და დიახ, დიდი მადლობა, რომ აი ასეთი ჰუმანური პროექტი არსებობდა იმ გაუსაძლის წლებში და აი ესეთი რაღაცა საოცარი ფაქტები იყო, რომ ადამიანები იმ გაუსაძლის მდგომარეობიდან ოზებიც გამაჩნია. კი ბატონო. და ასე რომ ქალბატონაზე მე ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით, შეიძლება ეს თქვენთვის ახლა სრულიად მოულოდნელი იყოს, მაგრამ რა ვიცი, მინდა გთხოვოთ, იცით რა, რომ იქნებ თქვენ წაგვიღიღინოთ ეს რომანსი, რომლითაც თქვენ ძალიან ბევრ ადამიანს მე თვითონ მაქვს იმ ადამიანებთან შეხება, ვინც თქვენ გადაარჩინეთ იმ პერიოდში. რა მოხდა ისეთ აი მე ცოტა ისეთი ადამიანები მე თვითონ არ ვიცი რატო დავიბალე ესა და აი როდესაც დაიწყო პანდემია, დამდივით ჩემი კლუბი თეთრი ვარდები. დამირეკა ჩემს მამაც გასწორებულმა ნოდარ სარჯველაძემ, ძალიან ცნობილი ფსიქოლოგის ბატონი ნოდარ სარჯველაძის დაგახლავთ ქალბატონი. და მითხრა რომ იცი რაო კარგია როტატებიო ჩვენო უძლურები ვართო ფსიქოლოგი ხომ არსებობს ეს ვირუსიო როგორ გინდა რომ დააჯერო რომ არ არსებობსო და კარგია გამხიარულე მეცო დავდებო ჩემს გვერდზეო და ჩემი მეგობრები ამას ნახავ შემდგომ როდესაც მივედი სახში უცებ გამახსენდა ქალთა საბჭო მე უდიდეს პატივს ამ ორგანიზაციას. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი. ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ძალიან მე ქალბატონი ვარ და ჩემი ადგილი იქ არის, მე ასე ვთვლი. და დაურეკე ქალბატონ ჩეთევან გაბურაში, ჩემს უძილფასეს ადამიანს. ეს ქალბატონი არის აი ჩვენი ქალთა საბჭოს დედა. დედა ბოძი ქალბატონია და ვეუბნები რომ როგორ გძანდებით ქალბატონო ჩეთევან მეთქი და მე კი ვარო კარგათო მაგრამ ჩვენიო ორიო წევრიო ცუდად არისო ნახეთ როგორი ქალბატონია თავის თავზე კი არ მეუნება რომ მეც რაღაცა არა ჩვენს ქალბატონსო ორს ძალიან უჭირსო ერთი იყო სომხური ოჯახი მეორე იყო ქართული ოჯახი და მომცა ორივეს ტელეფონის ნომერი დაურეკე და პირველი რატომღაც ამოვარჩიე სომხური ოჯახი და პირველი იყო სით მე ვარ ასეთი თუ პირველს მოსიმას აუცილებლად პირველად გავატარებ და არა ბოლოში ჩემთვის არ არსებობს რაც უნდა თხოვოს ვინმე და დაურეკე ამ ოჯახს და მე კარგად მღერი სომხურ სიმღერას ვიცი და მომღერე ეს თეთრი ვარდები ხო გრძნობ რომ იქედან ხმა ისმის რეაქცია მადლობის და მე ვთხარი ეხლა უნდა გიმღეროთ ოფსირუ სირო ეხლა მათმა იფიქრეს ახალ სომხური რატომ იცის ან თუ იცის სწორად და რაღაცა მოდით ასე ვთქვა და
მე შემასწავლე ჩემმა კარის მეზობელმა ზუსტი გამოთქმებით. მე ესეთი ვარ, საერთოდ თუ გაქვს პრეტენზია, კეთილინებე და ისენა უნდა ისწავლო. ზუსტად უნდა მიაწოდო და ისწავლო. და როდესაც ვიმღერე მესმის იქედა რაღაცა საოცარი ტაში და ყვირი მადლიერების. ამ ოჯახმა გადარეკა სხვა მეგობართან, შენ დაგირეკეს? იმის ეუბნება არა. ჩემი ტელეფონის ნომერი მისცა ქალბატონმა თეთემო გაფრაშულმა. ეხლა ქალბატონ თეთემოს თუ რეკავენ, მეც მინდა რომ გავამხნევონ და აქედან დაიწყო ესა და მეორე რომ მომცა ქალბატონმა თეთევანმა, ხო? აი იმასაც რომ დაურეკე ამ ორმა ქალბატონმა უკვე დაიწყეს მოკითხვები მასწრეში შენ თუ დაგირეკეს ხო იცი დაიბადა იდეა და დაურეკე ქალბატონ თეთევას უთხარი ასე მგონი და იმათმა დაურეკეს ქალბატონ თეთევას ეს რა დიდი მადლობა და ასე შემდეგ და მოდით მე უთხარი მომეცით სია ყოველ დღე 5-6-10 ადამიანი სია მომეცით და რამოდენიმე დღე მაძლევდა 1000-ს. და მე უკვე ქალბატონი არის ჩვენი თეთევანი არის ძალიან გონება გახსნილი ქალბატონი და ასეთი სახელწოდება მისცა რომ ქალთა საბჭოს ხმა პანდემიის დროს ოჯახებში ესეთი სახელწოდები და მაძლევდა ყოველ დღეს სიას ვრეკავდი საღამოს უკვე დაურეკავდი და ვეთყოდი ამ ადამიანმა არ გამსა და მიწერია მინუსი ვისთანაც გავაჟღერე პლუსი და აი ასე გავიარე 360 ზარი განახორციელე ქალთა საბჭოს სახით. მაგრამ თლიანობაში 900 ზარი განხორციელდა. იმიტომ რომ მე ვარ პატრიარქის საყოველთაო ჯგუფის პირველი ჯვარდაწერი წველი მე მეუღლე დაუკავშირდი ჩოხოსნებს 2014 და დაუკავშირდი ჩოხოსნებს და მომეცით და აი ყველა სადროშო მოვიარე საქართველოში. შემდგომ ქალბატონ თეთემას უკვე პრეტენზიებს ურეკავდნენ რომ რატომი არ მირეკავენ და აი ასე 360 და ძალიან მადლობელი ვარ ამ დიდებული ქალბატონს. ეს პროექტი შედგა. იცით რა, ამ ქალბატონმა იფიქრა მის წევრებზე. ნახეთ როგორი ძალიან კეთილშობილური ჟესტი. არა ჩვეულებრივი ქალბატონი და ქალბატონაზე. მე გთხოვეთ წერან და არ უნდა მითხრათ ახლა უარი. თქვენ ზოგადად ხართ აკაპელის ოსტატი. და ამაში მე დავრწმუნდი კიდე იქიდან გამომდინარე რომ ჩვენმა დიდებულმა ქალბატონმა დიდმა კომპოზიტორმა ჩვენი თანამედროვეობის ქალბატონმა მარიკა ყვალიაშვილმა თქვენ შეგაფასათ და სამჯერ როგორც ვიცი დაგიკრათ სხვადასხვა ვერსიები აკომპანიმენტი ამ სიმღერაზე მაგრამ თქვენ რაღაც ვერ იგრძენით თავი რაღაც ძალიან კომფორტულად და ბოლოს გითხრათ ასეთი ფრაზა მოდით არ გინდათ აკომპანიმენტი და მიმღერეთ აკაპელაო და ის დარჩა მოხიბლული და მოდით ახლა ჩვენ უბრალოდ თქვენ ახლა უნდა შეასრულოთ ჩვენი მაყურებლისთვის ეს ისტორიული თეთრი ვარდები რომლითაც თქვენ მე ვიცი რომ ბევრი ადამიანი გადაარჩინეთ ამ COVID ვირუსის დროს. მე ერთი დეტალი მინდა აუცილებლად ხაზგასმულად თქვა. როდესაც მე ვიმყოფებოდი ქალბატონ ნაზის შემოქმედებით საღამოზე, რომანსის საღამოზე ახმეტელის თეატრში, იქ სავსე დარბაზში ისხდნენ ახალგაზრდებიც. და აი ეს მე ძალიან კარგად მენიშნა. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ იმედის თვალით უნდა შევხედოთ ხვალინდელ დღეღება ისურვეს. დიახ. მოვიდნენ ხელი ჩავამართვეს და გთხოვთ ძალიან გთხოვთ რომ სურათი თუ შეიძლება გადადიოთ. ეს ბედნიერება გამერწმუნე ქალბატონაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და აბა ჩვენს მაყურებელს მიანიჭეთ ესთეტიკური სიამოვნება. გამიწყრები ნუ მიცქერავად ნუ მალავთვალებს წამწამთა შორის შეგდიანე ვიყავ
წყლის პირას მოվել ხომ ხედავ ფარდების კონით თეთრი ფარდები შენთვის ვაგროვე შიგ ჩავაქსოვენე ჩემი გული ეგლები იქვე მინდორად დავტოვე მიღებარდი და ჩემი გული მომიახლოვდი აი სხივილი ავსეთვალი ცისფერი შუქი მე რომ მიღიმი მაწყობს მაისი ნუ მიჩავრდები ნურცეთი წუთით თეთრი ფარდები შენთვის ვაგროვე შიგ ჩავაქსოვენე ჩემი გული ეგლები იქვე მინდორად დავტოვე მიღებარდი და ჩემი გული დიდი მადლობა ქალბატონო მანანა რომ მომეცით საშუალება მითხრა ჩემი მოგზალებული განილი ცხოვრება და ეს ჩემი დიდი პატივი რო ვთქვათ რასაც მე ჩემი ქალთა საბჭო მაფასებს ამდენი ქალბატონი ძალიან მდიდარი ქალბატონი ვარ რომ მე მათთან მაქვს ურთიერთობა და მაქვს თქვენთან ურთიერთობა ამ დიდებულ ტელევიზიაში რომელიც სამმა დიდმა ქართველმა დაარსა მე ვამაყობ ამით და მიმსახურეთ როგორც გნებავთ მიმსახურეთ და მუდამ თქვენთან ყოფილი მუდამ თქვენზე მლოცველი ნაზი სარჩველა უღრმესი მადლობა ჩვენ ამაყივართ თქვენით დიდი მადლობა ნახვამდის ნახვამდის თვითონ ამაყურებელო მომავალ შეხვედრამდე